მოგესალმებით დღეს 25 თებერვალს ჩვენ უნდა ვიკრიბებოდეთ ალბათ ამ სიონში და უნდა ანაშვიდს ვუხდიდეთ მათ სულებს იმ გმირების სულებს რომლებიც დაკრძალულნი არიან პარლამენტის ტერიტორიაზე. ამიტომ სწორი ადგილი არის დღეს აქ დგომა და არა იქ დგომა. იქ სამწუხაროდ დიდი ბრძოლის შემდეგ მხოლოდ ძალიან პატარა დაფის მოუფლება მოგცეს. და დღეს ქუჩაზე გვერდით რომ არავინ დაინახოს იმ იუნკრების სახელდაგვარები, ვინც აქ არიან დასაფლავებული პარლამენტის ქვეშ. პარლამენტში კი არ არის არც ერთი დაფა, არც მათი სახელები, არც მათი გვარები. მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ მათ. არ ვივიწყებთ იმ 25 თებერვალს. იმ ძალიან ცივ დღესაც არის ძალიან ცივი დღე და არ გვავიწყდება რომ სწორედ აქა რუსთაველზე შემოაბიჯებდა რუსეთის ჯარი და დღეს ალბათ ყველა სკოლაში უნდა ასწავლიდნენ დღეს რა დღე არის. რა მოხდა მაშინ? ვინ შემოაბიჯა ჩვენს დედაქალაქში? ვინ იყო ის ვითომცდა მშვიდობის მტრედი, რომელთანაც დამოუკიდებელ საქართველოს მთავრობა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომ მშვიდობას და სუვერენიტეტის აღიარებას მოუტანდა 7 მაისს 1920 წელს და 9 თვის შემდეგ მელანი გამშრალიც არ იყო, რომ შემოაბიჯა რუსულმა ჯარმა. ეს არის რუსეთი. დღესაც პროპაგანდა რო გვეუბნება, რომ თურმე რუსეთს მშვიდობა უნდა და თურმე ვიღაცას ომის პარტია სადღაც იმას უნდა ომი. ის უნდა გავიხსენოთ და ამიტომ უნდა ასწავლიდეთ ამას სკოლებში, რომ მაშინაც ამას ეუბნებოდა რუსეთის პროპაგანდა, რომ თურმე ევროპელები იყვნენ იმპერიალისტები და მათ უნდათ ომი და თურმე რუსეთს უნდა მშვიდობა და მეზობლური ურთიერთობა. დაუჯერეს, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და შედეგიც იმ დღეს დადგა, როცა 25 თებერვალს შემოაბიჯა რუსეთმა რუსთაველზე. ჩვენ იმიტომ დგევართ დღეს, არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა მაინდა-მაინც ტრაგიკული დღე უნდა გავიხსენოთ და ტრაგიზმში ვიცხოვროთ. ჩვენ იმიტომ დგევართ აქა დღეს, რომ ეს დღე არასოდეს აღარ გამეორდეს. იმიტომ რომ რუსული ოკუპაცია ერთხელაც დამთავრდა და მეორედ არ უნდა შემოუშვათ. ეს დღე ტრაგიკული იყო, მაგრამ ამავე დროს იყო მაგალითი იმისი, თუ რას ნიშნავს, როცა ადამიანები მზად არიან, რომ ყველაფერი დადონ სასწორზე, თავიანთი სიცოცხლეც და დაიცვან სამშობლო. იმათ არავინ არასოდეს დაივიწყებს და მოღალატეებს კი ძალიან მალე დაივიწყებენ. იმათ დაგვიტოვეს ძალიან დიდი განცდები, დაგვიტოვეს ძალიან დიდი მაგალითი, დაგვიტოვეს ძალიან დიდი იმედი და მართლაც საქართველომ გაამართლა იმედი. იმიტომ ამ შაბნელ დღეების მერე
და ძალიან გრძელი ბნელი წლების მერე დადგა 31 მარტი, დადგა 9 აპრილი დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის, დადგა ახლად 26 მაისი, იმ 26 მაისის გასახსენებლად და აღსადგენად. ამიტომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეგუება, არ ეპუება და არასოდეს არ თმობს თავის მომავალს და თავის დამოუკიდებლობას. და ეს მაგალითი დღეს ცოცხალი არის. დღეს საზოგადოება, რომელიც დგას აქა 90 დღე, ეს საზოგადოება არ ეპუება, არ ეგუება, არ ერიგება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად მას უწყობენ. ყველაფერი სცადეს. წყლის ჭავლები, ტყვიები, ძალადობა, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები და კიდევ ძალადობა და კიდევ შეურაცხყოფა. მაგრამ დგანან ყველანი. დგას მზია ამაღლობელი. დგას თემურ ქერუმიძე. დგანან ყველა ისინი, ვინც დღეს არიან პატიმრები, მაგრამ დგანან და იდგებიან, სანამ ჩვენც აქ ვიდგებით. ეს არის მაგალითი 25 თებერვლის მერე, რომ ქვეყანა კიდევ დგას და იდგება, იმიტომ რომ ჩვენ არ დავთმობთ და არ მივცემთ საშუალებას დღეს რუსულ რეჟიმს, რომ აქ ისევ დააწესოს რუსული ოკუპაცია. ჩვენ არ მივეცით უფლება რუსეთს ომის მიუხედავად, ოკუპაციის მიუხედავად, გატაცებების მიუხედავად, სხვადასხვა ეკონომიური ზეწოლის მიუხედავად არ დაუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა და არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება. და აბა დღეს აქ შინაურ რუსულ რეჟიმს რას დაუთმობთ? არც არაფერს. ესენი ვერ შეძლებენ ჩვენ დამორჩილებას. რეჟიმი, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას და მისი მაგალითი არის დღეს გურიაში, აჭარაში. მაგალითი არის, რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ, ვერ მართავენ და მხოლოდ შეუძლიათ ტყუილები, რომ ჩვენ 3 დღეა იქ უკვე გავაგზავნეთო, საგანგებო ძალებიო და ძალიან ბევრს ვშრომობთო. არაფერიც დღეს დაიწყეს, როცა ატყდა ხალხის საზოგადოების აღელვება და რეაქცია. თვითონ არაფერი, ვერაფერი, ტყუილა არსებობს უსაფრთხოების საბჭო, ტყუილა საგანგებო დეპარტამენტი, ტყუილა ამდელი ძალოვნები მხოლოდ თქვენთვის აქ რო დაგარბიონ. თორე საქმე როცა არის სასწრაფო, ადამიანები გადასარჩენი, ადამიანები დასაცავი, იქ არაფერი, არავინ, იმიტომ რომ ეს რეჟიმია და არა მართლობა ქვეყნის, ვეღარ მართავენ. იზოლაციაში, ჩვენ ყველა პარტნიორებისგან იზოლაციაში, თქვენგან იზოლაციაში და აღარ იციან რა გააკეთონ, რა გამოიგონონ. გადაიქცა ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად. სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიებისა. სხვა რამის გაკეთება არ შეუძლიათ, გარდა დარბევა და შეურაცხყოფა. სხვა რამე პოზიტიური, ახალი რამე თუ გაიხსენეთ,
რა გაუკეთებიათ იმის მერე, რაც გააყალბეს არჩევნები, ძალიან მაინტერესებს და მომაწოდეთ ინფორმაცია, იმიტომ რომ მე ვერ გავიხსენე ვერაფერი. მხოლოდ ამ ქვეყნის დაჩაგვრა, მხოლოდ ამ ქვეყნის გადაცემა მტრისთვის. ეს არის მათი ქმედება და მათი ხელწერა. და ეს უნდა დავინახოთ ყველამ 25 თებერვალს და მე ვარ დარწმუნებული, რომ არ მოიძებნება საქართველოში ადამიანები, რომლებსაც გულსფელად როცა მარტო რჩებიან თავიანთ თავთან, გულსფელად უნდათ, რომ საქართველო ჩაბარდეს რუსეთს. ალბათ სხვადასხვა გამართლებები აქვთ თავიანთ თავისთვის. ჩემი სამსახური ჯობია რომ მე ვიყო ვიდრე სხვა. ჩემი ოჯახი, აბა როგორ უნდა ვარჩინო. ჩემი აბა სხვა რა გავაკეთო. ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის ჯანმრთელობა. ყველას აქვს რაღაცა მიზეზი, მაგრამ არ მჯერა, რომ საქართველოში იბადებიან დღეს ადამიანები, რომლებიც უყურებენ რუსული რეჟიმი როგორი არის და რომლებსაც სურთ და სჯერათ, რომ საქართველო უკეთ იქნება, როცა იქნება რუსული ჩექმის ქვეშ. არ მჯერა. რა ვქნა? საბაგიეროდ მე მჯერა თქვენი და მჯერა იმისი, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე. და ეს სწორი გზა რა არის? ყველა კითხულობს, რა გეგმა? გეგმა არის ერთი და უალტერნატივო. ახალი არჩევნები. თქვენ შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი ჩვენი უცხო პარტნიორებისგან ყველა ითხოვს ახალ არჩევნებს. და რატომ? იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის მსოფლიოში, რომ როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომს და არაფერს არ თმობს, და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს. იმიტომ რომ დასათმობი არაფერი არ აქვს. ეს არის ღრმა კრიზისი, გრძელდება უკვე 4 თვე არის არჩევნებიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი, სხვა გამოსავალი არ არსებობს თუ არა არჩევნები. იმიტომ რომ არჩევნები ნიშნავს, რომ როცა კრიზისი არის, შენ უბრუნდები ხალხს და ხალხს ეკითხები, შენ როგორ გინდა, შენი ნება რა არის? და საქართველოს ხალხის ნება არის თავისუფლება, არის დამოუკიდებლობა და არის ევროპული მომავალი. სხვა ასე რომ ეს არჩევნები დაინიშნება. ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას. ამიტომ რა უნდა იყოს გეგმა? მომზადება არჩევნების. და ეს მომზადება გადის რამოდენიმე საკითხზე. ერთი არის, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამაზე პრაქტიკულად მზათა ვართ და ამ მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს რა უნდა იყოს არჩევნების პირობები. ეს ერთია. მეორე, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე თუ არა გუშინ უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთელი ჯარი უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ მეორედ ვერავინ ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენ ხელში და ჩვენი ყველასი გასაკეთებელი და დღეს უნდა დავიწყოთ. მესამე და ამაზე მუშაობ. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენ ყველაზე სანდო პარტნიორებისგან
ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ ის ფორმები გაყალბების, რაც გამოიყენეს, ის ვეღარ გამოიყენებოდა. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს, ეს ეხება ბევრ რამეს და ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორები დღეს სწორედაც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამე თუ მათ გაიგეს კარგად, რომ მანიპულაცია და გაყალბება არჩევნების გახდა რუსეთისთვის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან, მაგრამ რომელიც შეეხება სხვა ევროპის ქვეყნებს ხვალდაზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია. და ამისთვის ყველამ უნდა შეისწავლოს აქ რა მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ არასოდეს. ეს არის ჩვენი ყველასი ასევე ერთად გასაკეთებელი. კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? კიდევ უნდა გავაკეთოთ და ამაში ასევე ვარ ჩართული, რომ შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის. ეს არის ერთის მხრივ პოლიტიკური პარტიები, ეს არის მეორეს მხრივ შესაძლო არის ახალი პოლიტიკური პარტიები, ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს თქვენთან არიან, ქუჩაში დგანან. მე ვარ პირდაპირ უშუალოდ პასუხისგებელი იმაზე, რომ მეტი კოორდინაცია ყველა იმისთვის, რომ უფრო ეფექტური კიდევ გახდეს არა მხოლოდ პროტესტი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ეხლა გადადის გაზაფხულის ფაზაში. ასევე კითხულობთ ხშირად, რა არის საარჩევნო პროგრამა. მე არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში და ყველას უსურვებ დიდ წარმატებას ერთად, ყველა პროევროპულ პარტიას. მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ პროგრამა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. ეს არის ქართული ქარტია, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონები უნდა იყოს გაუქმებული, სადაც წერია, რომ ყველა პატიმრები უნდა განთავისუფლდეს, სადაც წერია, რომ სასამართლო უნდა დავიბრუნოთ, სამართლიანი სასამართლო, სადაც წერია, რომ უნდა კორუფცია დავძლიოთ, სადაც წერია ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელი არის პირველივე 6 თვეში არჩევნების შემდეგ. მერე, როცა დავიბრუნებთ ქვეყანას, სასამართლოს, პარლამენტს, კანონმდებლობას, ესე იგი, მერე შევძლებთ უკვე გაშლა სხვა პროგრამების, როცა დავიბრუნებთ ქვეყანას, დავიბრუნებთ ეკონომიკას, რომელიც დღეს არის სრულიად გაჩერებული, პარალიზებული, მაშინ შევძლებთ, რომ სხვანაირად გადავანაწილოთ ის, რაც არის ამ ქვეყნის რესურსები და არა ერთ კაცზე მორგებული, რომელმაც შემოიტანა ქვეყანაში 9 მილიარდიანი თავისი ქონება, ნახატები და სხვა, ისე რომ არც ერთი ცენტი საქართველოს ბიუჯეტში არ გადაუხდია, რაც თქვენ ვერც ერთი ვერ გააკეთებდით, იმიტომ რომ კანონმდებლობა თქვენ გაიძულებთ, რომ ასეთივე შემოტანაზე რამდენიც არ უნდა იყოს თანხა, ამ ნახატების თუ სხვა ძვირეულ ქონების უნდა გადაიხადოთ თქვენ 20%. ეს არის ის ქვეყანა, რომელიც მოტაცებული არის ერთი მხრივ, ერთი ოლიგარქის მიერ, მიტაცებული არის რუსული მართველი, რუსული როგორ ჩანს არ მოწონს სიტყვა. რუსული სიტყვა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ იხმარა ტაბახნელაში. ბედა და ჩვენ გავბედოთ და ვთქვათ, რომ საქართველოს განვათავისუფლეთ ამ რუსული რეჟიმისგან,
საქართველოში დავანიშნებინებ თავისუფალ არჩევნებს. Ამ არჩევნებს მოიგებს ყველა ევროპული პარტიები და დავაბრუნებთ საქართველოს თავის გზაზე. და მე თუ მეკითხებით სად ვიქნებ, მე ვიქნები ყველგან, სადაც საჭირო ვიქნები. ვიქნები მედიატორი, ვიქნები კოორდინატორი, ვიქნები ლიდერი, ვიქნები ჩვეულებრივი მოქალაქე, ვიქნები სადაც თქვენ დაგჭირდებით. გაგიმარჯოთ!